ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო, თემა ჩვენი დღევანდელი საუბრისა გახლავთ განხილვა ისაია წინასწარმეტყველის სიტყვებისა მაცხოვრის შესახებ. ეს სიტყვები მაცხოვარმა ამოიკითხა ერთ-ერთ შაბათ დღეს, როდესაც იგი შევიდა საკრებულოში, ანუ სინაგოგაში. იყო ასეთი ტრადიცია, რომ სინაგოგაში შეკრებილ ხალხს აძლევდნენ უფლებას, რომ მათ წაეკითხათ ადგილი წმინდა წერილიდან. და რასაკვირველია, ასეთი უფლება ეძლეოდათ გამორჩეულ ასე ვთქვათ პირებს, ვისაც ავტორიტეტი გარკვეული ავტორიტეტით სარგებლობდა და გარკვეული განათლება ჰქონდა და მათ ასე ვთქვათ მეტად შეეძლოთ ამ წაკითხulis შესახებ შემდეგ ესაუბრათ, ანუ განემარტათ. და აი მაცხოვარი უკვე ცნობილია როგორც ქადაგებელი, როგორც სასწაულთმოქმედი და მისი ყოფნისას ბუნებრივია, რომ მას სთავაზობენ აი ამ და ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მან თვითონ ესე იგი ითხოვოს აი ამის ნებართვა და სინაგოგის უფროსი, ანუ ის სასულიერო პირი, რომელიც დადგენილი იყო ამ საკრებულოს სულიერ ხელმძღვანელად, მიაწოდებდა მას აი ამ სახარებას, ამ წმინდა წერილს და იკითხებოდა ეს ესე იგი სხვადასხვა თანმიმდევრობით და აი აქ სწორედ აი ამაზეა ეს სახარება, დავიკითხოთ თვითონ ტექსტი სახარებისა. ტექსტი ჩვენი სახარებისა, რომელიც არის ლუკას მეოთხე თავის მე-16-დან 22 მუხლის ჩათვლით. და მოვიდა ნაზარეთად, სადაცა აღზრდილ იყო. და შევიდა ვითარცა ჩვეულ იყო იგი დღესა შაბათსა შესაკრებელსა მათსა. და მოსცეს მას წიგნი ისაია წინასწარმეტყველისა. და აღსდგა კითხვად და განყო წიგნი იგი და პოვა ადგილი, რომელსაც წერილ იყო. სული უფლისა ჩემ ზედა, რომლისათვის მცხო მე. და მახარებელად გლახაკთა მომავლინა მე. განკურნებად შემოსრულთა გულითა, ქადაგებად ტყვეთა განტევებისა და ბრმათა ახილვად. განვლინებად მომსვლელთა განტევებითა. და ქადაგებად წელიწადი უფლისა შეწყნარებული. და შეჰყო წიგნი იგი და მისცა მსახურსა და დაჯდა. და თვალნი ყოვლისა კრებულისანი მას ხედვიდეს. და იწყო სიტყვათ მათ და ვითარმე დღეს აღესრულა წერილი ესე ყურთა მომართ თქვენთა. და ყოველნი ეწამებოდეს მას და უკვირდა სიტყვათა მათ ზედა მისთა მადლისათა, რომელნი გამოვიდოდეს პირისაგან მისისა და იტყოდეს. ანუ არა ესე არსა ძე იოსებისი. ესე იგი მაცხოვარი იწყებს კითხვას და მან წიგნი გაშალა და რასაკვირველია, სწორედ ის ადგილი გადაშალა, სადაც ლაპარაკია იმის შესახებ, რომ მაცხოვარი მესია ბრძანებს, რომ აი მე ვარ ვინც ცხებული ვარ უფლისაგან და მოვლინებული ვარ სწორედ აი ქადაგებად ესე იგი გამოხსნისა
ცხონებისა, უძლურთა კურნებისა, ტყვეთა განთავისუფლებისა და ქადაგებად წელიწადი უფლისა შეწყნარებული. ანუ ეს სიტყვები გამოხატავს იმ ქმედებებს, რომელსაც მესია აღასრულებს. და სწორედ ისაია ამბობს, რომ აი ამას იტყვის მესია, როდესაც მოვა. და მაცხოვარი ეუბნება უკვე როცა დამთავრდა ეს საკითხავი და დაჯდა იგი და დაიწყო განმარტება, ის ეუბნება, რომ აი განმარტა ეს ადგილი და შემდეგ ეუბნება, რომ აი ეს სიტყვები დღეს აღსრულდა. ანუ დღეს სწორედ ის რაც ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მესია მოვა და იტყვის, რომ აი მე ვარ ცხებული, აი ეს დღეს აღსრულდა. ანუ ფაქტიურად ამით ეუბნება, რომ მე ვარ მესია. ანუ ჩემზე აღსრულდა აი ეს წინასწარმეტყველება. და აი აქ არის ასეთი ორი დამოკიდებულება, რაც გაზდევს მთელ სახარებას. ერთის მხრივ საოცარი ასეთი გაოცება აი ამ სიტყვის მადლის გაოცებული იყვნენ, რომ ისი სიტყვის მადლის გამო, ანუ განსაკუთრებული იყო. ასე ამბობდნენ მსმენელები, რომ იგიო არავის ასე არ საუბრია, არავის ასე არ უქადაგია, როგორც ხელმწიფე საუბრობს, არა როგორც მცოდნე, არამედ როგორც ხელმწიფე აი ამ სიტყვების სიბრძნის თავად მატარებელი, ანუ უფალი. და ამავე დროს აი ეს ძალიან საინტერესოა ეს ბოლო მუხლი, რომ აღტოვანებული, გაკვირვებული იყვნენ ამ სიტყვების მადლით, ამ სიტყვების ძალით, მისი განმარტების უნარით და ამავე დროს მაინც ის ფაქტი, რომ ეს ხდება ნაზარეთში, სადაც იგი მან ყრმობა გაატარა, მაინც ეს რომ ისინი იცნობენ მას, რომ ეს იოსების ძეა, უშლის ხელს, რომ ბოლომდე ეს აღიარონ და ესეთი კითხვა სვამენ, განა ეს იოსების ძე არ არის? ნუ ან ეს სხვანაირად შეიძლება. ნუ თუ ეს იოსების ძე არის, ერთის მხრივ უჭირთ იმის დაჯერება, რომ ეს იოსების ძეა, რადგანაც იოსების ძისგან არ მოელიან ასეთ რამეს. ამიტომაც ან ურჩევნიათ იფიქრონ, რომ ის არ არის იოსების ძე, ან და იფიქრონ, რომ და ვინც ფიქრობს, რომ ეს იოსების ძე არის, აი იქ უფრო მეტად ევადებათ, რომ თუ შესაძლებელია, რომ იოსების ძე იყოს მესია. აი ეს გაორება, ერთის მხრივ ღვთაებრივი დიდების აღიარება და მეორეს მხრივ ამ ღვთაებრივი დიდების ამ შემთხვევაში მაცხოვრის იესო ქრისტეს მიმართ უკან არსებული, სწორედ მის მიღმა არსებული აი ღვთაებრივი ხელმწიფების აღიარება, ასე იგი უჭირს ადამიანს და ეს ყველას გვიჭირს. ეს იყო ძველ აღთქმაშიც, ეს არის ახალ აღთქმაშიც, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ იესო ქრისტე არის ღმერთკაცი, მაგრამ აი ბოლომდე აი ამ ღმერთკაცობრივი ცხოვრების წესით სწავლების საფუძველზე ცხოვრების და წესის დამკვიდრება გვიჭირს და აი ეს არის სწორედ ადამიანური უძლურება და აქედან ორი შედეგია. ერთი შედეგი არის აღიარება ადამიანის მიერ საკუთარი უძლურებისა, საკუთარი მცირედმორწმუნეობისა და სინანული ამის გამო და მეორე არის ასეთი გამართლება იმისა, რომ აი ჩვენ დიახ
გვიჭირს ესეთი ღვთაებრივი ვერტკაცობრივი ცხოვრების წესის საფუძველზე დამკვიდრება ჩვენი ცხოვრებისა. ეს მეორეა და რაღაც ამიტომ თითქოს ადამიანი რაღაცნაირად თან აღიარებს ღმერთს, თან უჭირს აიღოს ეს პასუხისგებლობა, რომ მისი ცხოვრება სწორედ ღვთაებრივი სიბრძნეს უნდა ეფუძნებოდეს. მინდა მოგილოცოთ საეკლესიო ახალი წელი 14 სექტემბერი და შევთხოვო უფალს, რომ მან განკურნოს ჩვენი უძლურებანი თავისი მადლით და ჩვენი აღავსოს და შეავსოს ჩვენი ნაკლულევანებანი, რათა ეს წელი იყოს ჩვენი სულიერი ცხოვრების გზაზე ახალი საფეხურზე ასვლა ამ წელიწადს, რადგანაც ჩვენ ვემზადებით მომავალ წელს, ჩვენ და აღნიშნოთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელი. ეს იყო ჟამი, როდესაც ქართველი ერი გაერთიანდა ქრისტიანობაში. აქამდეც იყო ეკლესია საქართველოში პირველივე საუკუნიდან, მაგრამ ეს იყო ცალკეული თემები. მაგრამ ერის გაერთიანება ქრისტიანობაში დაიწყო სწორედ 1700 წლის წინ, ამიტომ ჩვენ სხვანაირად შეგვიძლია ამ დღესასწაულს ასევე უწოდოთ ქრისტიანული ერთობისდან გასული 1700 წელი, ანუ ქრისტიანული ერთობის 17 საუკუნე და დავინახოთ ამაში, რომ ქრისტიანულმა ერთობამ უდიდესი ძალა მიანიჭა ჩვენ ერს, არა მარტო სულიერი გამთლიანების გზაზე, არამედ კულტურული და სახელმწიფოებრივი მთლიანობის ძალიან დიდ ხარისხში, დიდ სიმაღლეზე აყვანის საქმეში დიდი ძალა მოგცა და გადაგვარჩინა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ერთობას ყოველთვის ვერ ვინარჩუნებდით, მიზანი იყო ეს ერთობა და ვიცოდით, რომ ჩვენი ძალა ამ ერთობაშია და ამიტომაც ამბობს აკაკი წერეთელი, ერთობა ჩვენთვის ტახტია, მტრებისთვის სარჩობელაო. აი ღმერთმა მოგცეს, რომ ამ დიდი დღესასწაულის მზადებაში ვიყოთ ერთსულოვანი ერთობით და სწორედ აი ამ დღესასწაულმა კიდევ უფრო მეტად განამტკიცოს ჩვენი ქრისტიანული ერთობა, ჩვენი კულტურული და ჩვენი სახელმწიფოებრივი მთლიანობა. ღმერთმა დაგლოცოთ, მრავალს დაგასწროთ. ჩვენთან არს ღმერთი.